საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. სალამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა. მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა ხონში. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, ASB საქართველო, EDEC, გაეროს დემოკრატიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ამ თემებზე საუბრობთ მოვიწვიეთ დღეს გადაცემაში სტუმრები და წარმოგიდგენთ მათ მერი ბიწაძე, სტრატეგიული განვითარებისა და პარტნიორობის მენეჯერი, ბაჩანა ბასილაია, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამორ უგულავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გვანცა გვანცელაძე, ესეების კონკურსში თავისუფლება მოძრაობაშია გამარჯვებული, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ანა ფაჩულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს წევრი და ასევე ეს ადამიანი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ საუბრობთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დაიწყო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 25 დეკემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ხორციელდება და ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც ყოველთვის უერთდება ტელერადიო კომპანია რიონი და მით უმეტეს ჩვენი გადაცემა და ასევე მინდა ვთქვა, რომ გენდერული ბალანსი დღევანდელ გადაცემაში დაცული არ არის, მაგრამ შინაარსობრივად გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება დაბალანსებული. პირველი კითხვა მექნება თქვენთან, რა თქმა უნდა, ქალბატონო მერი და ეს კითხვა ეხება პროექტს, რას ისახავდა მიზნად თქვენი პროექტი? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისა და დაინტერესებისათვის. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთს წარმოვადგენ ამ მომენტში და მთელი ჩვენი ორგანიზაციის და თანამშრომლების სახელით მინდა ასევე მივესალმო თქვენს მაყურებელს, არა მხოლოდ ჩემ. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვახორციელებთ პროექტს საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, როგორც უკვე აღინიშნა თქვენს მიერ. ამ ეტაპზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ხონის მუნიციპალიტეტსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული აქტივობების შესახებ და იმ ადვოკატირების კამპანიის შესახებ, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ძალიან აქტიურ თემის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელეთ. მოკლე ასე ვთქვათ, შესავალს გავაკეთებ პროექტის შესახებ და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელებას და ასევე იმ თემებისთვის, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებდნენ. 2015 წელს ჩვენ არაფორმალურად შემდგომ უკვე გაძლიერების მექანიზმებით შევქმნით კავკასიაში მოქმედი ორგანიზაციათა ქსელი, რომლებიც ასე ვთქვათ სოციალურ პროექტებზე მუშაობენ, CCC ქსელი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და 30-ზე მეტ ორგანიზაციას ახორციელებს. სწორედ აი ამ ჩვენი პარტნიორების გაძლიერების აქტივობებით იყო დახუნძლული ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა და პროექტიც და მათი ჩართულობით უკვე შემდგომ ადვოკატირების 5-თვიანი კამპანიაც განვახორციელეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, მათი გაძლიერება, ჩართულობა და მათი მხარდაჭერა ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციისა და სხვადასხვა მათი საჭიროებების შესახებ ადვოკატირების კამპანიებში ჩართულობისა, რის შესახებაც ასე ვთქვათ 10-ვე სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ სოციალური საჭიროებების კვლევა, გამოვიკვლიეთ თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისები, ამ მარგინალიზებული მოწყვლადი სოციალურად დაუცველი თემების საჭიროებები და მათზე მორგებული და მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისები. რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციები და კვლევის შედეგები გავაცანით როგორც ორგანიზაციებს და აქტიურ თემის ლიდერებს, ასევე მუნიციპალიტეტს და შეიძლება არ აღინიშნოს პრინციპი არავინ დატოვა ყურადღების მიღმა, რომელიც გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის, ასე ვთქვათ, თანმდევი პრინციპია, რომელიც ითვალისწინებს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ერთობლივად უნდა იყოს ჩართული პროცესებში
და არავინ ცალკეულად უკან არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი პირველი ეტაპი ადვოკატირების კამპანიისა, რომ გაგვეცნო მოსახლეობისთვის, მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურებისთვის, სხვადასხვა დაინტერესებული თემებისთვის, პირებისთვის ეს პრინციპი და კვლევის შედეგები. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდების როგორც უკვე აღნიშნე ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელეთ და ალბათ თვითონ გვანცა ისაუბრებს ამაზე ბევრად უფრო დეტალურად. გვქონდა ესების კონკურსი, რომელშიც დაახლოებით 100-მდე ესე მივიღეთ. ძალიან გაგვიჭირდა. მაღალი ყოფილა ჩართულობა. ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებლების გამოვლენა და ძალიან მიხარია, რომ დღეს ერთ-ერთი გამარჯვებული ჩვენთან ერთად არის და თავად ისაუბრებს უკვე თავის ჩართულობაზე და პრინციპებზე. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო ფლეშმობი და ძალიან საინტერესო შეხვედრები მუნიციპალიტეტთან, რომელზეც უკვე შემდგომ ვისაუბრეთ. აუცილებლად დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საჭიროებო და აუცილებელ საქმეს ემსახურებით და თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩართულობა და ასევე ალბათ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩართულობა. რა ხდება ამ კუთხით ბატონ ბაჩა ნახონის მუნიციპალიტეტში? მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აი ამ თემაზე ჩვენ არაერთი გადაცემა გვქონდა, თქვენც იყავით სხვათა შორის ამ გადაცემების მონაწილე, მაშინ არასამთავრობო სექტორის წარმოადგენდით და ძალიან აქტიური იყავით. ვფიქრობ, რომ დღესაც აქტიური იქნებით და მომავალში და ეს არის ის სერვისები, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, არსებობს გარემო, რომელიც მათ უზღუდავთ შესაძლებლობებს. მოგესალმებით ხალხთან და მოგესალმებით მაყურებელს. მინდა მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. თემა ყოველთვის აქტუალური იყო და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. ამის დასტურია ის, რომ თუნდაც აფხაზეთ, რომელიც პროექტს ახორციელებს და დონორები რომელიც ხარს უჭერენ, მისაგებად შემთხვევაში და მადლობას მოგიხდით იმ აქტივობებისთვის და პროექტებისთვის, რომელთაც მუშაობთ ყოველთვის მუნიციპალიტეტთან და ხომთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აქვს ცენტრ აფხაზეთს. ამის გამოვლენა და საჭიროებას ხაზგასმა არის ზუსტად ეს პროექტი. მუნიციპალიტეტი ყოველთვის ჩართულია მსგავსი ტიპის პროექტებში, რადგან არა მხოლოდ ჩართულობა, არამედ ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა ხელი შეუწყოთ ადაპტირებული გარემოს განვითარებას, ხელი შეუწყოთ და ასახული იყოს მათ საჭიროებები სოციალურ პროექტებში, მათი საჭიროებები ინფრასტრუქტურაში. თუნდაც ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში არსებულია შშმ საბჭო, სადაც წარმომადგენლები ჩართულიან თავად მშობლების დონეზე ან თავად შშმ პირები და მათი ჩართულობით ხდება მუშაობა სტრატეგიაზე. დამეწუნეთ იმაში, რომ არის მარტივი ადაპტირებული გარემოს შექმნა და შშმ პირებისთვის ესეთი გარემოს შექმნა, რომელიც იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რა სტანდარტიც აუცილებელია ამ ადამიანებისთვის. ეს ალბათ ძალიან დიდი ხალხის გამოწვევაც არის დღემდე, რა თქმა უნდა, ხონშიც რჩება ეს გამოწვევები, თუმცა ამ კუთხით გადაეცა პირველადი ნაბიჯები. ყველაზე რთული ალბათ რაც პირველ ეტაპზე იყო მუნიციპალიტეტში ის საჭიროებაც კი არ იყო თავის დროს დაკმაყოფილებელი, რომ შშმ პირი მისულიყო და განცხადება დაეტოვებია მუნიციპალიტეტის გეწოდებულ შენობაში და ადმინისტრაციაში. ამ დონიდან დავიწყეთ, როცა ამ საკითხზე მუშაობა იყო და პირველადი შენობები, რომელიც საჭიროება მათთვის იყო, ესე ვთქვათ, ფიზიკური მისვლის, ამის საჭიროებაც კი არ იყო. ეს პირველი ეტაპი დღეს მადლობა გადალახულია იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის განსაკუთრებულად სოციალური ბიუჯეტი, სოციალური ბიუჯეტირება და ამ გადაწყვეტილებას აღებულოთ ასევე ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის მერია საკრებულო ერთობლივი მუშაობით, ამ საბჭოების ჩათვლით და მოქალაქეთა ყოველდღიური შეხვედრებით და სისტემატური შეხვედრებით მათი საჭიროებები რაც არსებობს მაქსიმალურად ცდილობ დასახული იყოს სოციალურ ბიუჯეტში და სოციალურ პაკეტში. მიუხედავად იმისა, რომ თქვი და კიდე გამოვიდები, რომ ბოლომდე დღეს ეს არ არის გადაჭრილი და უკვე წავიდა საუბარი იქითკენ, რომ იქნებ შევძლოთ, რომ ადაპტირებული ტრანსპორტი შევთავაზოთ, იქნებ შევძლოთ და უკვე სახელმწიფო მიწრო და კანონის დონეზე მიიღო და თვითმმართველობის გველება, რომ გადავამზადოთ სპეციალისტები და უკვე ასისტენტის პროგრამა შემოვიღოთ და ამ კუთხით დამერწმუნეთ, რომ ერთი სექტორი, თქვა საჯარო სექტორის მუშაობა მარტო არ იქნება შედეგის მომცემი, ორგანიზაციების, დონორების, თავად მშობლების, შშმ პირების ერთობლივი ჩართულობა, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა მსგავსი ტიპის პროექტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას გვიქმნის და გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ყველა ერთად მივახცეთ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ არიან, თქვა, განსხვავებული ყველა ადამიანს თანასწორი შესაძლებლობა უნდა ქონდეს და
ესეც უნდა იქნეს, მივახცევთ იმას, რომ მათ შესაძლებლობა დღესაც უზღუდავთ და ბოლომდე ჩართულობაში ხელს უშლით, რა თქმა უნდა, გარდა იმ პრობლემისა, რაც მე ვთქვი, გარდა ამისა არის მათი სოციალიზაცია, მათი აქტიური ჩართულობა და ამ კუთხიდან სამუშაო არის და ეს ერთობლიობა შექმნის იმას, რომ ხვალ უკეთესი პირობები იქნება ხოლმე მუნიციპალიტეტში, ჩვენი მხრიდან, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები, ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ ეტაპობრივად ბოლომდე მივიყვანთ ამას და ჩვენი პრიორიტეტი ნუსხი და მანამდე არ იქნება ამაღლებული, სანამ ბოლომდე არ იქნება შედეგები ამ პირების მიმართ განხორციელებული. ძალიან კარგი, მე ვისურვებდი, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულები, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი სიტყვა არის მნიშვნელოვანი. მე ჩემი кейსი მაქვს პირადად, როდესაც ვფიქრობდი, რომ უკვე ფეხზე ვერასოდეს ვერ დავდგებოდი, მთავარი ჩემთვის გახდა ტრანსპორტი, იმიტომ რომ ტრანსპორტში როგორ ამიყვანდნენ და გზა როგორ გადავაადგილდებოდი გზაზე იქნებოდა თუ არა გზა გამართული და ტკივილებს ხომ არ მომაყენებდა დაუშვათ ის გზა რომელიც არ არის შესაბამისად მოწესრიგებული. ღმერთმა ქნას რომ დაკმაყოფილდეს ის სურვილები და საჭიროებები რაც ზოგადად არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ქალბატონ თამარ, განვაგრძობთ ჩვენ ამ თემაზე ისევ მუნიციპალურ ჭრილში საუბარს, როგორია დამოკიდებულებები და რა პროცესები მიმდინარეობს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი აქტუალური თემის ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ეს ემსახურება პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს პერიფერიებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალიან ბევრი ჯერ კიდევ სახლებს და ეზოებს არ არიან გაშორებული გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს, როგორც უკვე აღნიშნეთ და ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს ტრანსპორტი, ადაპტირებული ტრანსპორტი, არ არსებობს ადაპტირებული გარემო პირველადი საჭიროების მოხმარების ობიექტებში, ეს არის საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, მარკეტები თუ ასე შემდეგ. აფთიაქები და მათ შორის არ იყო მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები, სადაც მათ სჭირდებოდა თავად პროგრამებში ჩართვისთვის განცხადებით მიმართვა. საბედნიეროდ მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ხელმძღვანელების და ჩვენი ხონის მუნიციპალიტეტის მერს ბატონი ლადოს კეთილი ნება და დამოკიდებულება სენსიტიური საკითხების მიმართ და თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლის საშუალებითაც მოხდა მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ადაპტირება. ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგა, ადაპტირება მოხდა პანდუსით უზრუნველყოფა, ძალიან პრიმიტიულ საკითხებზე მსჯელობთ, მაგრამ ეს არის რეალობა, სადაც გვიწევს ყოველდღიურად შეხება და განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაჭირის მოსმენა, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ. ყველაზე მეტად მათ იციან რა სჭირდებათ, რა გამოწვევები არსებობს და თუ არა ამ ადამიანების მოსმენა, ვერასოდეს ვერ მივალთ, რა ჯობია და რომელი გზა უნდა ავირჩიოთ, რომ უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ. საბედნიეროდ ჩვენს მუნიციპალიტეტში მე შეიძლება სუბიექტურად ჩათვალოთ როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მაგრამ ალბათ ისაუბრებენ ჩვენ გადაცემის მონაწილეებიც და ამაზე ბევრი სხვა განხორციელებული პროექტიც მეტყველებს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა ნელ-ნელა მიდის იქეთკენ, რომ ყინული გაყვეს. უსმენენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური საჭიროება, იმისთვის, რომ მოიხსნას ბარიერები და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს და მაგალითი არის თუნდაც პროექტის ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მერის და ორგანიზაციას, რომელმაც ხონში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო და საბჭოს წევრების გადამზადება და გაძლიერება მოახდინა, დატრენინგება, ინფორმაციის მიწოდება თუ რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება უფრო ოპტიმალურად მოხდეს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. სწორედ ამ სამოქმედო გეგმაში იყო გაწერილი, რომ მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა ადაპტირებული ტრანსპორტი. ჩვენ გვაქვს ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლია ის უხეშად რომ ვთქვათ ორგანიზაცია, რომლებიც 18 წლამდე და 18 წლის სახლი უფრო ლამაზად ჟღერს. რომ ემსახურებიან და იქ აქვთ შესაბამისი სერვისები, რასაც იღებენ. გარდა ამისა არსებობს ცენტრი ნაიო, რომელიც დაბალი ასაკის მქონე ბავშვებთან მუშაობს. ამ სახლებში ძალიან ბევრ ბენეფიციარს მისვლაც კი უჭერს, იმიტომ რომ ოჯახებშიც ძალიან რთულია ოჯახებმა მოაგვარონ და უზრუნველყონ ისეთი ადაპტირებული ტრანსპორტი, სადაც ადამიანად იგრძნობს თავს და არ მოგიწევს თქვა ეტლის ცალკე რაღაც ტრანსპორტირება, იქ რაღაცა დახმარება, რომელიც
ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის, როდესაც საზოგადოებაში გამოდიხარ. ეს შეიძლება რაღაც სახლში გადაადგილებისთვის არ იყოს უცხო, როდესაც ჩვენს ოჯახის წევრებთან ხარ, მაგრამ საზოგადოებაში ეს დამატებითი ბარიერები, რომლებიც ექმნება ჩვენშობილ პირებს, ქმნის ზედმეტ უხერხულობას, რის გამოც ისინი ერიდებიან გამოსვლას გარეთ. საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს უკვე ადაპტირებული ტრანსპორტი, რომლის სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და დაგეგმილია, რომ 26 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში ახალი ინიციატივები შევიდეს იმისთვის, რომ ამ ტრანსპორტის საჭიროებისამებრ გამოყენება მოხდეს. ტრანსპორტის შეძენა მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა. 30-თვიანი პროექტი იყო და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი ამისთვის გადადგმულია. გადადგმულია პირველი ნაბიჯი ჰიგიენური წერტილები, რომლებიც არის ადაპტირებული და ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ მათი საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ამისთვის არ მოუწიოთ დამატებითი ბარიერების გადალახვა, ამისთვის არ შეიზღუდონ თავი გადაადგილებისგან და არ დარჩნენ სახლებში. ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ისინი თვითონ დააყენებენ ამ საკითხებს ძალიან აქტუალურად და თვითონ შეაწუხებენ იმ პირებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რომ შეუქმნათ შესაბამისი გარემო, რათა იგრძნონ თავის სრულფასოვან ადამიანებად და ჩვენს გვერდით. სამსახურებში, სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებში თუ სხვა პირველადი მოხმარების ობიექტებში მაინც შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაადგილება. დიდი მადლობა, ძალიან სწორად აღნიშნეთ, ყველაზე მეტად მათიციან რა სჭირდებათ, ეს წინადადება თქვით თქვენ და უნდა ვისწავლოთ მათი მოსმენა, ასევე აღნიშნეთ, ნამდვილად უნდა ვისწავლოთ მათი მოსმენა. მშობელი ყავს დღეს ჩვენ ეთერში, თქვენი მოსმენა არის საინტერესო, ყველაზე მეტად რა საჭიროება არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, თუმცა ჩვენც უკვე ჩამონათვალი გავაკეთეთ და მე ალბათ მინდა დავამატო მრავალსართულიანი ძველი ბინები, რომელსაც ექსპლუატაციაშია ჯერჯერობით ეს ბინები და ლიკვიდაცია არ ხდება ბუნებრივია, ლიფტში შესასვლელიც კი არ არის მოწესრიგებული და ალბათ ვერც მოწესრიგდება, იმიტომ რომ უბრალოდ ასე აშენდა ეს სახლები. აი გითხარით, რა არის ყველაზე მეტად პრობლემური, რა მოგვარდა და რისი იმედი გაქვთ რომ მოგვარდება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენი წინა ნაბიჯი იყო, რომ ხონისმერიაში ყოფილიყო მიწოდება მშობლებისგან აზრი. ეგ იყო ხონის მუნიციპალიტეტში და გაკეთებულიყო ნაიოს ცენტრის ჩამოყალიბება. ამით ჩვენ მშობლები ერთმანეთს აუდეგეთ გვერდით და მივედით ბატონი ლადოსთან და გულისხმიერად მოუყევით ყველაფერი, რაც ჩვენ მშობლებს ჰქონდა პრობლემები. ამ შემდეგ ყველაფერი ეტაპობრივად წავიდა და გაიხსნა ჩვენთან ხონში გაიხსნა ცენტრი. რომელსაც ჩვენ სარგებლობთ ბენეფიციარები და სარგებლობთ იმ რეაბილიტაციის მას ფორმას, რაც სარგებლობით მაგალითად ქუთაისში. ეს იყო ჩვენთვის უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ ძალიან შეუძლებელი იყო და ძალიან ფინანსურად იყო თუ რაც იყო ყველანაირად გვერდში დაგვიწყდა ჩვენი მერი. ყველანაირად გვერდში დაგვიწყდა ბატონი ლადო, ეს რო არ გამოხატო არ შემიძლია. ყველანაირად გვინდოდა ტრანსპორტის შესახებ მეგვეწოდებია ინფორმაცია. ამ ინფორმაციის შემდგომ ბატონი ლადომ იმიტომ რომ შეუძლებელი იყო უკვე რამოდენიმე წლის შედეგის მხრივ უკვე ჩვენი დიაგნოზი, მაგალითად ჩემი შვილი არის დიაგნოზით აუტისტი, ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელიც 1 წელი ან 2 წლით ეს იყოს შედეგი, ან მთელი ცხოვრება უნდა ვიყოთ იმ გზაზე, რაც უნდა ჩვენ მშობლები შევეგუოთ ამას და ამიტომ გულისხმიერად მივედით ბატონი ლადოსთან და გულისხმიერად მოვიყარეთ ამ საქმეს. აი რაში დაგეხმარათ პირველ რიგში ცენტრი, რა ხდება ცენტრში, როდესაც იკრიბებით თქვენ? რაც ხდება ჩვენთან ხდება ის რომ ხდება გაკვეთილები, რასაც რეაბილიტაცია, მაგალითად რასაც საჭიროება ბაოს, მაგალითად მასაჟიდან დაწყებული, ფიზიკური თერაპიიდან დამთავრებული, ქცევის თერაპიიდან დაწყებული ყველა ის თერაპიები, რაც ბავშვს აძლევს საშუალებას
რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ჩვეულებრივი ადამიანი, რაც ჩვეულებრივ ადაპტირებულ ბავშვს სჭირდება. ამის შემდგომ არიან ბავშვები ბენეფიციარები, რომელიც არიან შორიგზიდან და ამათ ნამდვილად სჭირდებათ ადაპტირებული ტრანსპორტი, იმიტომ რომ არა აქვს თქვენ საშუალება, რომ მოვიდნენ იმ გზამდე. კი არის დაფინანსება არის ყველაფერი, მაგრამ არა აქვს პირობები, არიან ისე შეზღუდული არიან ყველანაირი პირობებით და ეს ტრანსპორტი ჩვენთვის არის ძალიან სასარგებლო. შემდგომ ტრანსპორტი იმისთვის უჭირდება, რომ სკოლებში არის მაგალითად გასვლითი არის პიკნიკები იქნება ან ისეთი რამეები, აი მაგალითად ღონისძიებები, დიახ, ესკურსიები, ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები, ჩვენ ვერ მივდივართ იმ ადგილამდე, მოწყვეტილი ვართ ყველა ფუნქციურ და აქტივობებში ვერ ერთვებიან. დიახ, ვერ და ამიტომ რამოდენიმე მშობელი ჩვენ გავაქტიურდებით და ჩვენი შვილები არ იქნებიან ისე გვერდზე, აი როგორ თქვა, მოწყვეტილი არ იქნებიან სამყაროს, განვითარდებიან ყველანაირად. დიახ. აი გარემოს შეთვისების უნარით და ფიზიკური აქტიურობით ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ადაპტირებული ბავშვებიდან წამოსული თემა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გვერდზე. პირველ რიგში უნდა იყოს ეს საკმაყოფილებული ჩვენი ბავშვებისთვის. და ამიტომ პირველი გადადგმული ნაბიჯი ხონისმერიაში ჩვენთვის არის ძალიან სასარგებლო და ჩვენ მშობლები დიდ მადლობას ვუხდით ხონის მუნიციპალიტეტს გვერდში დგომისთვის. აი ყოველი თემა რაც სულისაფრები იყო ყველაფერი პირველ ეტაპზე იყო წამოყენებული ბატონი ლადოდან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილებისთვის, აი პირველ რიგში განვითარებისთვის. დიახ. და აი ყოველი დღე ჩვენთვის პირველი, აი ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი ჩვენთვის არის სასიცოცხლო უნარის განმავითარებელი. ჩვენი მოდუმება ერთი წუთითაც არ შეიძლება. ყოველი საათი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რაც ჩვენთვის ხონისმერიაში რაც გაკეთდა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევები ჩვენთვის. აი როგორ თქვა, აი ძალიან დიდ ყურადღებას გამოვხატავთ ხონის მუნიციპალიტეტს. და თქვენს გიკეთდებათ გარკვეული შეღავათები იმ სერვისების მეშვეობით, რომელიც რეალურად არსებობს. გასაგებია. ამხელა გზაზე, აი ფინანსებთან დაკავშირებით ელემენტარულად ბავშვი რომ მიდის გზაზე ისე იყო უკვე გადაღლილი იმ თერაპიას, რაც ჩვენ ვატარებდით, ის სარგებელი აღარ ქონდა უკვე. შეუძლებელი არ იყო სარგებელი. ჩვენ მივდიოდით აი მოვალეობის მიზნით მშობლები მაინც ვაკმაყოფილებდით იმ სურვილებს, რომ ვითომ ჩვენი შვილები განვითარების ეტაპი ყოფილიყო აი მომავლისთვის წარმატებული. მაგრამ ეს შედეგს არ მოიტანდა რომარა ქალაქში არსებული ცენტრი. ყველა გზაზე ვართ წარმატებულად, იმიტომ რომ ხონში როცა ხდება ეს შიდა ყველაფერი აი სამზარეულო, როგორც თქვათ, ეს ყველაფერი არის მომზადებული ჩვენი შვილებისთვის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად აგიბრუნდებით კიდევ რამდენჯერ მე ახსენეთ ხონის მერი და შეუძლებელია ამდენჯერ ახსენო ქალაქის მერი, თუ არ ახარ კმაყოფილი და თუ არ არის ის შედეგი, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ბუნებრივია. ჩვენგანაც ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლადოს იმ ყურადღებისთვის, რასაც იჩენს თქვენს მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ესეების კონკურს შევეხოთ, მოდით და ისევ დაუბრუნდეთ მერე შემდეგ თემებს. გამოაცხადეთ კონკურსი, ხო? გამოაცხადეთ ესე კონკურსი, ჰქონდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით სხვადასხვა თემები, რომლებიც უკვე ჩემს მიერ აღნიშნული კვლევით, საჭიროებათა კვლევით გამოიკვეთა, რომ ადგილზე არსებობდა ყველაზე დიდი საჭიროება ამ მიმართულებით. ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჭიროება იყო, როგორც უკვე აღნიშნეთ, ადაპტირებული ტრანსპორტი და შესაბამისად ასეთი სახელით გამოაცხადეთ კონკურსი თავისუფლება მოძრაობაშია. და ველოდებოდით ახალგაზრდების აქტიურობას, კი, გვეგონა რომ საკმაოდ ბევრი ესე შემოგვივიდა და ასეც არა. საკმაოდ დიდი აქტივობა იყო ყველა მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად და ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან იმ საკითხებით, რომლებიც მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ, აშკარად მათაც ძალიან აწუხებთ, რადგან ამ თემებზე ღიად საუბრობენ წუხან თავიანთ ესეებში. ეს საკმაოდ გამოკვეთილი იყო, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური და ასე ვთქვათ მიზანმიმართული მესიჯები იყო ამ ესეების კონკურსში. გვანცა როგორც უკვე აღნიშნე, ერთ-ერთი გამარჯვებულია. მოგკითხოთ ახლა გვანცას. დიდი მადლობა, გვანცა. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, რამ გიბიძგათ?
რომ მიგეღოთ მონაწილეობა, აი რატომ მიიღეთ მონაწილეობა? პირველ რიგში მოგესალმებით, მესამე მაყურებლებს, მართლაც მოგახსენებთ მოწვევის მადლობა თქვენ. როგორც ახალგაზრდების ეს დიდი შესაძლებლობა და გამოცდილება. რაც შეეხება ეს კონკურსს, სათავეზე გამომდინარე, თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნეთ, თავისუფლ მოძრაობაშია, ასეთი იყო თემა და გადავწყვიტე, რომ ჩემი აზრი საზოგადოებისთვის გამიზიარებინა და ის დაფარული ხმა, რომელიც ჩვენამდე არ მოდის, შესაძლებლობის პირებისა და ხანდაზმულების, რომელთაც არ შეუძლიათ თავისუფლად მოძრაობა და გადაადგილება, რომელთაც არ შეუძლიათ რომ იძლეონ თუნდაც საკუთარი მიზნებისთვის, სურვილებისთვის და მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, ისინი საზოგადოებაში ჩვენამდე ვერ მოდიან და არ შეუძლიათ ჩვეულებრივად მათი ცხოვრება გახადონ მრავალფეროვანი, როგორც გამოტვირთვა თამრმა უკვე აღნიშნა, ისინი ერთ მხოლოდ ცხოვრების უმეტეს ნაწილს სწორედ სახლში ატარებენ, ვინაიდან არ აქვს შესაძლებლობა რომ თავისუფლად გადაადგილონ და ჩემს ესეშიც სწორედ ამას გავუსვი ხაზი მათ ცხოვრებას შავ-თეთრი და უხმო ფილმი უწოდე, რომ სწორებაც ჩვენ ალბათ ეკრანზე გაგვიჭირდება, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს თავს სწორებენ, ნაწინარსებულ პრობლემებს შეუპოვრად იბრძვიან და ცდილობენ რომ მაქსიმალურად აღმოფხვრონ თავიანთი პრობლემები, რადგანაც ჩვენამდე ვერ მოაქვთ ეს სუხილი და ტკივილი თავად რომ მოაგვარონ. თავად мотивация სწორედ ეს იყო ჩემი, რომ მათი ხმა გამიშველებინა და ჩემი პოზიცია გამომეხატა, ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ახალგაზრდის აზრი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყაროში შესაძლებელი შესაძლებლობა არ არსებობს და შესაძლებელი შესაძლებლობას მხოლოდ ქმნის საზოგადოება, რომელიც უმოქმედოა. ძალიან დიდი მადლობა, გულიცა უბრალოდ ახლა თქვენ და როგორ მესმის, რამდენად აქტიურად იყავით ამ პროცესში ჩართული. ალბათ გქონდათ გამოცდილება იმისა, თუ რა ჭირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თორემ კონკურსში სხვაგვარად ვერ მიიღებდით მონაწილეობას. მე ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, არიან თუ არა თქვენს გვერდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან, ახალგაზრდები რამდენად ადაპტირებულები ხართ აი ერთმანეთთან, სოციუმი არსებობს თქვენი საერთო თუ არა? დიახ, ანუ როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს თემა შემთხვევით სხვა არ ყოფილა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გავწყვიტე რომ მონაწილეობა მიმეღო, სწორედ ეს არის, აი თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე რომ ავიღოთ და განაადგილები ქუჩაში ვხედავ ეტლით მოსარგებლეს ან ხელჯოხით ანუ თქვენ ამას აკვირდებოდით, ფაქტია. ბუნებრივია გამიშლა კითხვა, ეს ადამიანები როგორ ახერხებენ რომ გადაადგილდნენ, როგორ ახერხებენ რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ. და სწორედ ეს იყო მთავარი мотивация იმისა, რამაც ვიბიძგა, რომ ეს დავწერა. აი ერთი წინადადება თქვა, დიდი მადლობა გვანცა, ერთი წინადადება თქვა შავ-თეთრი კადრები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ შევიგრძნობთ, იმიტომ რომ ბოლომდე არა ვართ ჩართული ამ პროცესში, დედა შეიგრძნობს ამ ყველაფერს და ის ადამიანები, ვინც ახლოს იცნობენ მათ საჭიროებებს. როგორ განაგრძობთ თქვენს მომავალ საქმიანობას, კავტონმერი? ზუსტად ეს არის არავინ დატოვა ყურადღების მიღმას მთავარი პრინციპიც, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, მათ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან თუ მათი გარშემომყოფებისგან, ხო? შეიძლება იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, შეიძლება იყვნენ აქტიური ახალგაზრდები და ძალიან მიხარია, რომ განსაცნაირი ახალგაზრდები გვყავს ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ისინი იქნებიან მამოტივირებელები იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. ამ ზოგადად ჩვენი ორგანიზაციის და ჰუმანიტარული მიდგომებისა და პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ჩვენი ორგანიზაცია ბოლო 30 წელია და ასევე გავაგრძელებთ, რომ ყველა მხარის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროების მქონე ადამიანების გამოწვევებზე საპასუხოდ. იქნებიან ეს თვითონ საჭიროების მქონე ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, აქტიური თემის ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ მათი საჭიროებების ადვოკატირება სხვადასხვა დონეზე, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, რომლებსაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების შეუძლიათ მიიღონ ამ საჭიროებების მოსაგვარებლად. შესაბამისად,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი აქტივობა განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თავისი პროგრამების, პროექტების, სერვისების ფარგლებში, მაინც ვთვლით, რომ საჭიროების მქონე ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ აბსოლუტურად თავიანთზე მორგებული, ადაპტირებული გარემო იმისათვის, რომ ბოლომდე სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები იმ პროცესებში, რომლებშიც მათი ჩართულობა არის ძალიან საჭირო, იმიტომ რომ მოქალაქეები ქმნიან გარემოს, ხომ ასეა? ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ღია ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საჭიროების მქონე ადამიანების გამოწვევებზე პასუხი იყოს მიზანმიმართული და შედეგის მომტანი. შესაბამისად, ამიტომაც დაიგეგმა ზუსტად ეს მრგვალი მაგიდები და სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, შესაბამისი სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ გადაწყვეტების მოძიებაში და ჩვენის მხრიდანაც, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და ჩვენი CCXL-ის წევრი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ სოციალური გამოწვევები იქნეს გადაჭრილი ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ჩვენი აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე მოამზადეთ სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომელშიც 10 მუნიციპალიტეტისთვის, რომელშიც ამ ეტაპზე მუშაობდით, კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტებით, რაზე არის საჭირო ყურადღების გამახვილება, ყურადღების მიღწევა, იმისათვის, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და დარწმუნებული ვარ, თამარი მუნიციპალიტეტის პოზიციას თავადაც დაადასტურებს. გასაგებია კიდევ ერთი კითხვა თქვენთან და შემდეგ თამართან გადავალ. 10 მუნიციპალიტეტია ჩართული აი ამ პროექტში და საინტერესოა. ჩვენ ახლა დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ვსაუბრობთ და ნაწილობრივ გავეცანით იმ რეალობას, რაც იქ არსებობს, მაგრამ რამდენად იდენტურია სხვა მუნიციპალიტეტის პრობლემები და არის თუ არა ასევე განსაკუთრებული განსხვავება, რომ ამ მუნიციპალიტეტში აი ეს საჭიროებაც კი არ არის დაუშვათ. და არ არსებობს ეს სერვისი, საჭიროება არის, მაგრამ სერვისი არ არსებობს უკაცრავად. უკაცრავად. მინდა გითხრათ, რომ 10-ვე მუნიციპალიტეტი თვისობრივად ძალიან გავს ერთმანეთს და ამავდროულად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც თავშერო ახსენე, სხვა მუნიციპალიტეტში ჰქონდა სხვადასხვა თემა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ იყო წამოჭრილი. მაგალითად, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც შიმოვლის პროგრამა იყო ადვოკატირების ყველაზე, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე ხონის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტიც ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა ერთი კონკრეტული აირჩიეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ახალგაზრდებმა, რომელზეც იმუშაობდნენ. ასევე გქონდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაგალითად პერსონალური ასისტენტის მიმართულებით დაანერგვის და მისი განვითარების, ასე ვთქვათ, ადვოკატირების კამპანია, ხო? 10-ვე მუნიციპალიტეტი რაღაცით გავს ერთმანეთს, რაღაცით განსხვავდება, საჭიროებები ზოგან უფრო მეტია, ზოგან უფრო ნაკლებია, თუმცა ის საჭიროებები, რომელიც ჩამოვთვალეთ დღეს თქვენს ეთერში, ყველგან დგას. სერვისების მეტნაკლები მიწოდებაც ხდება და გვაქვს ძალიან ბევრი კარგი სერვისი, რომლის მიღებაც შეუძლიათ საჭიროების მქონე ადამიანებს. აღნიშნული მაგალითად დღის ცენტრის პროგრამა, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და ეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში. თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც ეს საჭიროება ჯერ კიდევ დგას და არ არის საკმარისი დღის ცენტრების რაოდენობა, ხო? შინმოვლის პროგრამა უფრო ახალი პროგრამა არის და ყველა მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით სამწუხაროდ დანერგილი არ არის, თუმცა ამაზე ჩვენც ერთ-ერთი სერვისის მიმწოდებელი ვართ და საკმაოდ აქტიურად მუშაობთ და ვადვოკატირებთ, ხო? ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მახსოვს, იყო პერსონალური ასისტენტი, რომელიც სისტემურად ჯერ ახლა ინერგება და არ არის, ასე ვთქვათ, აქტიურად მიღებადი სერვისი სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთათვის. გვაქვს 24 საათიანი ზრუნვის სახლების სერვისები, რომლებიც ასევე თითქმის სრულად ათვისებული არის მუნიციპალიტეტების მხრიდან, მაგრამ საჭიროება ისევ ძალიან დიდია, ხო? ამიტომ ესე გადაჭრით არ შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტები განსხვავდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა საჭიროება ყველგან სპეციფიკურია. გასაგებია, ქალბატონ თამარ. აი, ხვალინდელი დღე თენდება, ხო? და დღეს ვსაუბრობთ ძალიან ბევრ თემებზე. თქვენ თანამშრომლობთ უკვე რამდენი ხანია და განაგრძობთ ასევე თანამშრომლობას, მაგრამ თქვენი მხრიდან რა ინიციატივების შეტანა შეგიძლიათ კიდევ დამატებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მისათვის რომ ამ ადამიანებს მეტად უფრო ხელსაყრელი გარემო შეექმნათ? ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აკეთებს
ამტკიცებს არის ის, რომ ამ ადამიანების ინფორმირებულობას ახდენს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. ისევე როგორც ორგანიზაციის დახმარებით შეცდომის შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს წევრების გაძლიერება მოხდა და ეს ადამიანები დღეს თუ ერთი პრობლემით მოდიან მუნიციპალიტეტებში და პირველ პირებთან რომლებსაც აქვთ ისედაც ვალდებულება, მაგრამ იქნებ ვერ ხედავენ სხვა პოზიციიდან ამას. ხვალ ორჯერ უფრო მეტი საკითხებით მოვლენ, ზედ უფრო მეტი საკითხებით მოვლენ და ადამიანები ისწავლიან თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ, უნდა მოითხოვონ, იმიტომ რომ ამის ვალდებულება აქვს მუნიციპალიტეტს, თუმცა შესაძლოა იმ მომენტში არ ქონდეს ბერკეტები ან აღსრულების მექანიზმები, მაგრამ ყველაზე კარგს რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს ამ ადამიანების გაძლიერების კუთხით. იმისთვის რომ მათ შეძლონ საჭიროებების დაკმაყოფილება და უფლებების დაცვა. ეს არის ყველაზე კარგი, რასაც ამ თავრობის თუ ამ მმართველობის პერიოდში თუ მომდევნო მმართველობის პერიოდშიც ეს ადამიანები აუცილებლად გააკეთებენ და დააყენებენ საკუთარ უფლებებს იქ, სადაც საჭიროა და არ მოერიდებათ ან არ იქნებიან განწყობილი სკეპტიკურად, რომ მაინც არავინ მოგვაქცევს ყურადღებას, ან რა აზრი აქვს მივიდეთ, ან უხერხული ხო არ არის ადამიანები შევაწუხოთ საკუთარი პრობლემებით. ყველაზე კარგი რაც გააკეთა ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ამ წლების მანძილზე და ამ პროექტის ფარგლებშიც არის ეს, რომ ამ ადამიანებმა იციან, სად უნდა დააყენონ თავიანთი უფლებები და როგორ უნდა მოითხოვონ. მიუხედავად იმისა, ეს ახლა უქმნის თუ არა დისკომფორტს მუნიციპალიტეტს, ან რამდენად უქმნის, ან რამდენად უხერხული მომენტია, როდესაც გინდა დაეხმარო, თუმცა არა გაქვს ამის ფინანსური ბერკეტი, არა გაქვს ამის რაღაცა სხვა რესურსი. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ დღესაც მიმდინარეობს შეცდომის შესაძლებლობის მქონე პირების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების და სერვისების დაგეგმვა. მე პირადად ვარ ჩართული სმენა დაქვეითებული შეცდომის შესაძლებლობის მქონე პირების ბავშვის ასაკზე მოგსაუბარი ტრანსპორტირების დაფინანსებაზე, რომლებიც სარგებლობენ სკოლებით და ეს სკოლა არ არის მუნიციპალიტეტებში, ამის ყველას გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება იყოს რეგიონში ერთი და უწევდეს მუნიციპალიტეტიდან თქვა ქუთაისში გადაადგილება და ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ისარგებლოს, რომელიც დამატებით დროს და დამატებით ხარჯს საჭიროებს ოჯახიდან. გარდა ამისა, ადამიანების ცნობიერება არ არის ჯერჯერობით მზად, რითაც ეს ადამიანები სარგებლობენ. ამაც გამახვილა ამაზე ყურადღება. სპეციალური საჭიროების ბავშვებს ვერ ეტყვი, რომ ზრდასრულივით დაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მან რაღაც დამატებით ან მოთხოვნა არ ქონდეს, ან რაღაცა დამატებით ხმაური არ გამოიწვიოს და დისკომფორტი არ შეუქმნას ამით სხვა მგზავრებს, რომლებიც საზოგადოება არ ვართ მზად ამისთვის. ამიტომ მართლა ჩვენ ხელმძღვანელების კეთილნებით, ისე მშობლების მომართვიანობით ამ სერვისზეც, ამ პროგრამაზეც მიმდინარეობს მუშაობა და მე იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურად გადაწყდება ისე, რომ ბენეფიციარებმა ისარგებლონ და იხეირონ და გეგმები არის ის, რომ ვაგრძელებთ მუშაობა სტრატეგიებზე და სამოქმედო გეგმებზე, რომელიც არის ყველაზე კარგი ბერკეტი, როდესაც გაქვს გაწერილი დონორებთან სასაუბროდაც მიდიხარ, რომ მაქვს ჩადებული და რაღაც ჩემს წვლილსაც შევიტან ამაში და ამაზე საჭიროების კვლევის მიხედვით და მოთხოვნიდან გამომდინარე მაქვს მესამე გაწერილი და დამტკიცებული მუნიციპალიტეტში და უბრალოდ იდეით როცა მიდიხარ, ნაკლები ბერკეტი გაქვს იმის და რაღაც არ გაქვს მზა პროდუქტი რა შესთავაზო. და მეორე ის აუცილებლად გავამახვილო ყურადღება, ამაც იყო ჩართული ამ პროექტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტში, როდესაც მოქალაქეებს შემოქონდათ იდეა, რომ რაღაც უნდა გააკეთონ თავიანთ ან ქალაქის ცენტრში ან რაღაც კონკრეტულად ქუჩაზე, აქაც ჩვენ ჩავთეთ შეცდომის შესაძლებლობის მქონე პირები, თუ ბავშვების მხრივ იყო ეს პროექტის იდეა, ჩავთეთ მშობლები, როგორ შეიძლება უკეთესად დაგეგმოს მუნიციპალიტეტმა გამარჯვებული პროექტების პროექტირება, რომ იყოს მორგებული ამ ადამიანებზე. შეიძლება გააკეთო რაღაცა გასართობის სივრცე, გააკეთო სკვერი, მაგრამ ვერ ისარგებლოს, ვერც ხელჯოხით მოსარგებლენ, ვერც მხედველობის მქონე ადამიანის პრობლემის მქონე ადამიანმა და ვერც რაღაც სპეციალური საჭიროების ბავშვმა, რომელზეც არ არის მორგებული ეს და ეს კიდევ ორ მაგად დიდ ბარიერს და პრობლემას წარმოადგენდეს ამ ადამიანებისთვის. მზაობა არის და ერთობლივი მუშაობით პარტნიორ ორგანიზაციებთან ბენეფიციარებთან და ჩემს კოლეგებთან ერთად მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ძალიან ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.
გასაგებია, დიდი მადლობა. მსგავსი პროექტების მეშვეობით ცნობიერების ამაღლება ბუნებრივია, ხდება და ეტაპობრივად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავიანთი უფლებების შესახებ ამ ადამიანებმა კარგად იციან და აი სწორედ უფლებების შესახებ რომ იციან, ბიუჯეტირებაც ახსენეთ თქვენ, ბატონო ბაჩანა, ბიუჯეტირების კუთხით რაღაც დისკომფორტი ხომ არ შეიქმნება, თუ კი მომართვიანობა გაიზრდება და მოთხოვნაც ამართლიანი იქნება. ძალიან კარგი შეკითხვაა, ამის საუბრის გარეშე ვერ წავიდოდით. ესე იგი, უნდა აღინიშნოს ის, რომ ბოლო წლების სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, ხონის ბიუჯეტი არის მზარდი. თუ რამდენიმე 7-8 წელს უკან ჯერ კიდევ 11 მილიონი ვთხოვავდით წლის ბიუჯეტს, 2025 წელი 24 მილიონი ლარი დავხურეთ, რაც ძალიან კარგი სხვაობაა. რაც შეეხება 22 წლის ბიუჯეტის პარამეტრიდან უკვე 17 მილიონით ვიწყებთ ამას, რომ დაემატება ინფრასტრუქტურა რეგიონულ ფონდით აშენება შეესება 22 წელი ეს 24 მილიონზე ბევრად მეტი იქნება. ვფიქრობ, რომ სოციალური მიმართულება რჩება პრიორიტეტად, სოციალური ბიუჯეტიც არის გაზრდილი, მილიონ ლარს გადაცდა უკვე თქვა უშუალოდ ის პროგრამები რაც ჩვენ გავაჩნია და ამაში გათვალისწინებულია მაგალითად იგივე იმ ორი დღის ცენტრის რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ტრანსპორტირების საკითხი როდის წავე და პრობლემურად ამდენ ხანს ჩვენ ეს ვერ მოვაგვარეთ პირდაპირ მშობელ ტრანსპორტით ორივე ამ ცენტრს ჩვენ ყოველთვიურად უწყობთ ბიუჯეტიდან სოციალურ პაკეტიდან ფინანსურ რესურსს მათ ბენეფიციას ტრანსპორტირება მოახდინონ და ამ დღის ცენტრებს თქვა ძალიან ეხმარება ეს ყველაფერი. ესე 2025 წლის ბიუჯეტი როგორც დამტკიცდება წლის ბოლოს იანვრის დასაწყისშივე იყო მსჯელობა საკრებულოშიც მერის პოზიციაც იგივეა რომ ჩვენი სოციალური პაკეტი მოხდეს მისი გადახედვა უშუალოდ დახვეწა პროგრამული ჩანაცვლება ფინანსური გაზრდა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ყოველწლიურად სხვადასხვა პარამეტრებია ეკონომიკაში და სოციალურ ადამიანებსაც ჭირდება შესაბამისი დახმარება ვცდილობთ მაქსიმალურად ეს არ იყოს ერთჯერ მხოლოდ გასაცემლებზე და ეს იყოს პროგრამებში ჩადებული თანხები ბოლოს ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასისტენტის პროექტი რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა და ფინანსურ რესურსს მოაყოლეს ამისთვის 2022 წელი იქნება გადატეხი ჩვენთვის ტრანსპორტი ყველაზე რთულად რაც ჩანს მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით არამხოლოდ დიდ ქალაქებში მუნიციპალიტეტებში ზოგადად მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა ხდება და ეგრეთ წოდებული მწვანე ავტობუსები მათ შორის იმერეთის რამდენიმე ქალაქს მუნიციპალიტეტს გადაეცა ძალიან ხვად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს თავა გააგრძელებს ამ კუთხით კაფე მუშაობას და უახლოეს წლებში ჩვენს გვექნება მსგავსი ტიპის ტრანსპორტი, მანამდე კი ის ადაპტირებული ტრანსპორტის რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ასევე ერთ-ერთი იდეა რომელიც ძალიან მუსირებს, თუმცა საკმაოდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ჯერ ესე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განხილვაშია, არის ის რომ მაგალითად შინმოვლის პროგრამის დანერგვა მოხდეს და სოფლად ცხოვრებ შეშიმოპირებს და ხანდაზმულ ადამიანებს ადგილზე მიდიოდეს მობილური ჯგუფი ემსახურებოდეს და კიდევ ერთი რაზეც იყო დღესაც მსჯელობა საკრებულოს ბიუროს თომაზე იყო ის რომ იქნებ შეძლოთ როგორმე ბაღების თანამშრომლების სპეციფიკური გადამზადებების ხელშეწყობა სპეციალისტების შექმნა იმ კუთხით რომ პრევენცია მოხდეს ბავშვთა დაბალი ასაკიდან და ბაღებში მოგეხსენებათ ძალიან ბევრი სამუშაო დიდი მოითხოვს და ამ კომბინაციით ახლა რასაც ვისაუბრეთ თქვა და კიდევ ბევრი საინტერესო იდეა არსებობს მუნიციპალიტეტში თუ ჩვენ ნელ-ნელა ეტაპობრივად შევძლეთ ამ ყველაფრის გადაჭრას როცა რამდენიმე წელში ავად ეს ყველაფერი მეტნაკლებად დაძლეული იქნება და მინდა ყველას ვთხოვ ამ კუთხით როგორც კოლეგებს, ესევე ორგანიზაციებს, ადონორებს ჩართულობა და განსაკუთრებულ იმ თემს, ვინც უშუალოდ ვისაც ეხება ეს ყველაფერი და მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ. თუ არის შესაძლებელი ახლა რომ ვნახოთ ფლეშმობი, რომელიც პროექტის ფარგლებშია მომზადებული და შემდეგ უკვე გადაცემის შეჯამება მოახდინეთ კაპიტანო მერი.
ძალიან საინტერესო ფლეშმობი ვნახეთ, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, პროექტის ფარგლებში მომზადდა და ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ იმას, რასაც თუნდაც ერთ წუთიან ფლეშმობში ვნახავთ, კიდევ უფრო დეტალურად ასახავს იმ რეალობას, რაც ზოგადად არსებობს და ალბათ როგორც სატელევიზიო გადაცემები, ასევე სხვა სახის იგივე მცირე ვიდეოები, კლიპები და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩართულობის აუცილებლობა და რაც მთავარია ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობა. დასკვნითი ნაწილი თქვენ გეხებათ ხავტომერი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ფაქტობრივად იწურება ჩვენი გადაცემა. შევცდები მაქსიმალურად მოკლედ და ლაკონურად აღნიშნო. უკვე ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საჭიროების მქონე ადამიანების გამოწვევებზე პასუხის და რეაგირების მეთოდებში, სერვისების შექმნაში, აქტივობების დაგეგმვაში იყოს ყველა მხარე ჩართული იქნებიან ეს თავად საჭიროების მქონე ადამიანები, ახალგაზრდები და ჩვენ ვნახეთ რამდენი ახალგაზრდა მონაწილეობდა ფლეშმობში და როგორ აქტიურად არიან ისინი ჩართული საჭიროებებზე რეაგირებაში, ასევე მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საჭიროების მქონე ადამიანების გამოწვევებზე პასუხები იყოს მიზანმიმართული, საჭიროებაზე მორგებული, ეფექტიანი და აუცილებლად ყველა მხარის ჩართულობით ერთიანად იგეგმებოდეს ეს გადაწყვეტები, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის, თქვენ ყველას აბსოლუტურად იმისათვის, რომ ესე აქტიურად, ღიად გახსნილად და მთელი ენთუზიაზმით ხართ ჩართული ამ აქტივობებში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მიდგომა, ეს არის ყველა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიდგომა, რომელიც CCXL-ის წევრია და ბოლოს მინდა დავასრულო, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის თემა გახლდათ ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა ხონში, როგორც უკვე აღნიშნეთ, გადაცემის მსვლელობის დროს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება ეს პროექტი სახელწოდებით საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა და რომელსაც ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, ASB საქართველო, EDEC გაეროს დემოკრატიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გადაცემის დასაწყისში ორი ფრაზა მოვინიშნე, ბატონმა ბაჩანამ აღნიშნა, რომ ეს არის აქტუალური თემა და გამოწვევად რჩება, როდესაც ეს ფრაზები არ იქნება ამ თემასთან და კიდევ სხვა საჭირბოროტო თემებთან დაკავშირებით, რომ აქტუალურია თემა და გამოწვევები რჩება, ალბათ მაშინ გავიმარჯვებთ ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა ტელემაყურებლებს იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათს შევხვდებით კვლავ ერთმანეთს ზუსტად 19 საათზე. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძე